თავა აი ესე ჩავდივარ ჩემშვილებთან, რომ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ რა. თქვენ გენაცვალეთ რა. იყო ახლა თუ ყველა რომ აი ჩვენ არ დავბრუნდებით კიდე მალე რა. აგერ ნახავთ თუ არა რა. საქართველოს გამარჯვება! ეგ ფრაზა, რაც მთავარია მართლა გულიდან იყო წამოსული, ძალიან დიდმა სიამაყემ მათქმევინა ეგ სიტყვები, იმიტომ რომ რასაც უყურებდით ჩვენ გუნდს, კიდევ იმსახურებდით ჩვენ წინ გასვლას რა იმ მომენტში, რომ ჩვენ მეოთხედ ფინალში დავმარცხდით. ნამდვილად არ მეგონა თუ ამდენი რამე შეიცვლებოდა, ნამდვილად ამ ყველაფრის შემდეგ აი ნათელ წერტილს მაძლევდა ის ფეხბურთელები, ვინც ჩვენ ნატურალიზებულ ბრაზილიელებთან ერთად გაიზარდნენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერმა. ლიუს აი ამ ბიჭებთან ერთად მოდიოდა მოზარდი ღავთა, რომელიც ასკარად ჩანდა, რომ ფეხს იკიდებდა. აი იმ ჩვენ ქართველი 6-7 ფეხბურთელს ძალიან დიდ დახმარებას მიცემდა, რაც კარგია, რომ ყველაფერიც გამართლდა. ზუსტად გვახსოვს თითოეულ ჩვენთაგანს, როცა პორტუგალია ყავდა ბოლო თამაში მსოფლიოს შესარჩევის და ზუსტად 2 წლის წინ იყო დეკემბერში. მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 8 წელი არ ქონდა ალბათ ოფიციალური თამაში წაგებული და ჩვენ ვიყავით იმ მოცემულობაში, რა მოცემულობითაც შემდეგი ევროპის მოსამზადებელი უნდა დაგვიწყო, რონი და შინბაური ბრაზილიელი ყავდა მხოლოდ. და ნუ ვიყავით ქართველი ბიჭები, რომლებმაც დღემდე მოვახციოთ და ეგ თავდაჯერებულობის სათავე მიმაჩნია ზუსტად მაქედან დაიწყო იმ პორტუგალიას 2-1 მოუღეთ. პირველი ევროპის ჩემპიონატს რო დაუბრუნეთ, მაშინ მე კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე, რომ როგორ ოცნებობდა ეროვნული ნაკრები აქ მოხვედრაზე, როგორ იბრძოდნენ ბიჭები ამ ყველაფრისთვის და მე მოვედი უშუალოდ აი იმ პროცესში, როდესაც პირველივე წელი რაც მქონდა ეროვნულ ნაკრებში, გამოძახება და დავიწყე თამაში პირველივე წელს მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეორე ევროპის ჩემპიონატამდე აი ეს გზა რომ გავეხსენო ძალიან შეიცვალა ბევრი რაღაც სულ მჯეროდა მე რომ მაინც საქართველოს ნაკრებში იქნებიან ისეთი ფეხბურთელები და ითამაშებს ისეთი მაგარი ბიჭები რომ აუცილებლად კიდევ მოხვდებიან ევროპის ჩემპიონატზე და ასეც მოხდა. მინდა აუცილებლად აღვნიშნო გიორგი ჩიმაკაძე, ისიც ახალგაზრდა, ძალიან მაგარი ბიჭი, თან რაღაც ბოლო პერიოდში ჩამოგვეყალიბდა ისე რომ აი თუ რაღაც გვიჭირს თამაში ან თუ ცოტა ფრე მიმდინარეობს დაძაბული მომენტებია, რაღაცა ძალიან ისეთი დუეტი გვაქვს, რომელიც აკეთებს ბოლოს მაინც შედეგს და ჩვენი ეს დუეტი და ახალგაზრდული ესე რომ ვთქვათ, ძალიან გვინდა რომ იყოს მომავლისთვის, აი სხვებისთვის მაგალითი რომ შეგვიძლია ქართველებს ამ სპორტში ვთქვა ჩვენი სახელი და არანაკლებ ვინმეზე ნიჭიერი ერი ვართ ფეხბურთში ზოგადად რა. იმ ეტაპის მერე დავიწყეთ იმდენი ამხანაგური თამაშა საქართველოს ნაკრებმა, რომ მე ვფიქრობ, მაგ ამხანაგურ თამაშებში აი ეს მით უმეტეს ახალგაზრდა ბიჭები ძალიან გაიზარდნენ. ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდით, როგორც ყოველთვის, თითქმის ყველა თამაში ფინალი იყო, ხო? ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ყავდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ცალკე იყო და ნუ მეორე ადგილისთვის მიდიოდა ჯახი რა, ძალიან ძლიერ კოსოვოსთან. და აი ყველა თამაში აი ესე ეტაპობრივად გადავლახეთ იმისთვის, რომ უკვე ჩვენ მოგვრბოვებინა პლეი-ოფის ადგილი. შესწავლილი ყავდა სლოვაკეთი, ვიცოდით რომ ძალიან ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო, ჩვენმა კარგად იმუშავეს და მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა. ძალიან კარგი გუნდი არის სლოვაკეთის ნაკრები და მადლობა ჩემ ბიჭებს რომ გავაკეთეთ ყველაფერი და მივახციეთ ისეთ შედეგს, რაც შემდეგ თამაში ნამდვილად ერთი ნაბიჯით წინ გავხსნით. ჩვენ ყველაფერი წინ არის, რა თქმა უნდა, იმ თამაში უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და რაც ნაკრებშიც თუმას დაუშვებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. სლოვაკეთის ბოლო წუთები იყო ალბათ ყველაზე რთული, რაც შეიძლება სადმე გქონოდა. ვიჯექით ხუჯარიმაზე ფაქტიურად ვეღარ ვაქტიურობდით, გვიტევდნენ ხუთზე, უპირატესობა მოთამაშით და აი ის თან გულშემატკივარი ძალიან ეხმარებოდა, ფაქტიურად კარნახიც აღარ ისმოდა უკვე ჩვენი ერთმანეთის ისეთი ხმაური იყო დარბაზში და ბიჭებმა გამოაჩინეს აი ეს ქართული ხასიათი, რითაც უნდა მოხვედრილიყავით ევროპის ჩემპიონატზე, განსაკუთრებით ბოლო 3 წუთი, აი თვითონ მართლა თავისი გული აიღეს ყველაფერი გარდეს მოედანზე, აი ეს გავლილი ამხანაგური თამაშები, აი ეს უკვე 6 ჯგუფური თამაში, ყველაფერი ჩადეს აი ამ 3 წუთში. ერთიანობა არის ზუსტად ის, რაც ამ ნაკრების დიდი კოზირია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთვის წლებია ერთად მოვდივარ და ჩვენთან არის ოჯახი, რაც არა მარტო ნაკრებში ვნახულობთ ერთმანეთს და არა მარტო ნაკრები გვაკავშირებს და ეს
ურთიერთობები, მეგობრობა და დანარჩენი ყველაფერი, რაც უკვე ოჯახებით ერთმანეთთან ახლოს ვართ, ეს განაპირობებს ზუსტად იმას, რომ ჩვენ იმ მოედანზე, თუნდაც რაც სლოვაკეთთან ბოლო თამაში გამოჩნდა, გასულ თამაში, იქ არ იყო პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წუთები, როცა უკვე გაძლებაზე იყო, იქ არ იყო ფეხბურთი და არ იყო ტაქტიკა, არაფერი არ იყო. იქ იყო უბრალოდ ერთიანობა, ერთადგომა და ის, რომ ჩვენ ეს ერთმანეთს უნდა გავკვეთებინა ჩვენი ქვეყნის. სლოვაკეთში ჩასვლისთანავე გურამ კაშია მოვიდა, რომელმაც ჩვენი ნაკრებისთვის რა თქმა უნდა დიდი ჟესტი იყო და დიდი პატივისცემა მას, რომ ესე გვერდში დაგვიდგა და ბიჭები, რომლებიც კიდე სლოვაკეთში თამაშობენ, ტრიბუნაზე იყვნენ. რაც შეეხება მოლოდინს, ხო, მე სულ ვიძახი, მიზანი თუ არა გაქვს, საერთოდ რა აზრი აქვს საერთოდ რამეზე მუშაობას, ამ ფიქს, ან თამაშს. ამიტომ მიზანი აუცილებლად ძალიან რთული, მაგრამ უნდა დავისახოთ ჯგუფიდან გასვლა. ყავს ორი ძალიან გრანდი, საფრანგეთი, ხორვატიის სახით და ყავს მასპინძელი, რომელსაც გარანტირებული იქნება გახსნის თამაში პირველი სავსე დარბაზი და ძალიან დიდი კომაგობა, რა თქმა უნდა, იქნებათ მათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე იმის გამოცდილება, რომ აი რაღაცა სპორტული შიში და ის არ ქონდეს ამისი და პირველ თამაშს ძალიან დიდი როლი ექნება. მეორე ევროპა კონკრეტულად მე რაც შემეხება, კი კაპიტნის რანგში დიდი პასუხისმგებლობა და ზოგადად ეს რაღაც სამკლაური მარტო ის არ არის, რაც მე ესე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ ბევრსაც, რომ ამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი ბედნიერება და სიამაყე არის, როცა შენ რაღაცა შენ კონკრეტულ საქმეში ქვეყნის სახელით რაღაცას აკეთებ. ძალიან გვინდა რომ ჩვენი თამაშით, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ვაჩვენოთ ყველას, რომ ზუსტად იმ ხალხის გამოვთამაშობთ, ჩვენი ქართველი გულშემატკივრების გამოვთამაშობთ. ერთი სული მაქვს მოვიდეს პირველი თამაში ლატვიის ნაკრებთან, აი ვემზადები პირიქით იმ განწყობით, რომ ძალიან მალე მინდა ეს დღე დადგეს, ძალიან მალე მინდა რომ ეს თამაში მოვიდეს, იმიტომ რომ ვიცი რომ სხვა ტურნირია, ვიცი რომ სხვა დონის თამაშები გვექნება და ჩემი ოცნება იყო სულ რომ ესეთ ტურნირებზე, ესეთ თამაშებში, რა თქმა უნდა, მეთამაშა და ერთი სული მაქვს მოვიდეს პირველი თამაში და მალე დაიწყოს ევროპის ჩემპიონატი. სასიხარულოა ის გარემოება, რომ მეორე ძედიზედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოიპოვა საგზური ფუძალის ეროვნულმა ნაკრებმა, მინდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს. ერთი მწვრთნელის ხელში მოხდა ეს და ავთანდილ ასათიანს და მის გუნდს უნდა მივულოცოთ ეს წარმატება, მაგრამ რა თქმა უნდა მოუსურვოთ, რომ იგივე მინიმუმის შედეგი გაიმეოროს, რაც პირველ ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია გუნდმა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, დასანალი მარცხი ჰქონდა პლეი-ოფში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობასთან ერთად გაწეული ყველა ის მხარდაჭერა და დახმარება, რაც ფუძალს გაეწია, იმიტომ რომ ჩვენ ვგრძნობდით, რომ ჰქონდა დიდი პოტენციალი ამ სპორტში. ყველა ის პროექტი იყო მიმართული ფუძალის განვითარებისათვის და რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ეს შედეგში აისახება ხოლმე. როგორც ფედერაციის და ფუძალის ასოციაციის მიზანი იქნება, რომ მომდევნო დიდ ფორუმებზეც ვითამაშოთ წარმატებულად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ დიდი წარმატებები წინ გვაქვს, იმიტომ რომ არც ფუძალის კლუბები, არც ფუძალის მოთამაშეები არ აკლებენ ცდას, რომ ჩვენი შედეგი წლიდან წლამდე უკეთესი იყოს. ჩემი სიტყვები ვისახსოვს ბოლო გასახდელი? თოდუ, რა ვთქვი? აქ დავბრუნდები, სად დავბრუნდები?